მალხაზ გულაშვილი, საქართველოს ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი ბაპტისტური ეკლესიის. ამავდროულად ვარ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის შედარებითი რელიგიათმცოდნეობის ასოცირებული პროფესორი. ასე რომ ამ ორი პოზიციიდან ვილაპარაკებ საკითხზე, რომელზედაც შემომთავაზეს, რომ გვესაუბრა. თემა ჩვენი დღევანდელი საუბრისა არის ქრისტიანული ეკლესია და ეკუმენური მოძრაობა. მესმის რომ თემა ძალიან ფასეული არის, მნიშვნელოვანი არის და ამავდროულად ისიც მესმის რომ ჩვენში ეკუმენური მოძრაობა და ეკუმენიზმი ზოგ შემთხვევაში სალანძღავს სიტყვათ მოიხსენიება. მე მინდა ჩემი საუბარი დავიწყო რამოდენიმე ტექსტის ციტირებით. რამოდენიმე ხნის წინაც საქართველოში მოხდა გრიგოლ ფერაძის კანონიზება როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდანად. საქართველოში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომელთაც ამ კანონიზებაზე გამოხატეს პროტესტი. და მე წაგიკითხოთ ერთი ფრაგმენტი ამ პროტესტიდან. ფერაძის ღვაწლი ქართველი ფუნდამენტალისტები ამბობენ, სრულიად არასაკმარისია პიროვნების წმიდანად შერაცხვისათვის. მეტადრე, როდესაც მისი აზროვნება კლასიკური ეკუმენიზმის ნიმუშს წარმოადგენს. გრიგოლ ფერაძე თავისი მრწამსით ეკუმენისტია. რა შესწოდა გრიგოლ ფერაძემ და რაში მდგომარეობს ეკუმენიზმის ცოდვა და დანაშაული თუ ქართველი ფუნდამენტალისტების, თუ დანარჩენი ფუნდამენტალისტების წინაშე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გრიგოლ ფერაძეს ბრალი დაასდეს არაკვალიფიცირებაში, საკმარისად არაკვალიფიცირებაში, იმაში რომ ყოფილიყო წმიდანად შერაცხული. მდგომარეობს მისი გულწრფელი ეკუმენური სულისკვეთება, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა და მისი ეს დამოკიდებულება გამოკვეთილია ძალიან კაფიოდ და აშკარად მის მოხსენებაში, რომელიც მან გააკეთა 1927 წელს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, სადაც გაიმართა პირველი პანეკუმენური კონფერენცია. ამ კონფერენციაზე მას აქვს 1927 წელს აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები და ალბათ ეს სიტყვები დღეს ალბათ დრო ბევრი არ გვექნება, რაც გვექნება ვილაპარაკებთ ეკუმენიზმზე, მაგრამ რაც ამ სიტყვებში დევს, რამოდენიმე ფრაზა არის. ეს სრულად გამოხატავს ჩვენი ლექსიის სასტ. ამ სიტყვის წაკითხვის შემდეგ მე თავისუფლად შემიძლია დავიხუროქვი და წავიდე. მაგრამ იმედია ეს საჭირო არ იქნება, ჩვენ გვაქვს ბევრი რამ სალაპარაკო ეკუმენურ მოძრაობაზე. მაგრამ ის რაც ახლა მინდა წავიკითხო, ალბათ უნდა ჩაითვალოს ქართული ეკუმენური მოძრაობის მარგალიტად. ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებები, ამბობს გრიგოლ ფერაძე. დადგება დიდებული დღე. ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ პროტესტანტულიც შევარდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს. როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენ ამოცხანას არ წარმოადგენს. ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის, რომლის მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სუდგმულობს და მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. ეს არის ერთგვარი წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელსაც ამბობს გრიგოლ ფერაძე, რომ დადგება დრო, რომ ეს სამი შტო ქრისტიანობისა ერთმანეთს გადაეჭდობა, რაც არის სიმბოლური გამოხატულება ერთობისა, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში უნდა იყოს. ერთობა, რომელზედაც ჩვენ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ნაყოფი არის მოდერნული და პოსტმოდერნული რეალობისა, მაგრამ ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს იდეა ახალია. ეს იდეა ძალიან ძველი არის და მისი ფესვები მიდის არც მეტი, არც ნაკლები თავად მაცხოვარ იესო ქრისტესთან, რომელმაც თავისი სიკვდილის წინ საუფლო ლოცვაში, რომელიც ეს ივანეს სახარებაში არის, მე-17 თავში მოცემული, ამბობს, რომ რაითა ყოველნი ერთ იყვნენ თავის მიმდევრებზე ლოცვისას. იესოს სურვილი იყო, რომ მისი მიმდევრები და არა მარტო მისი მიმდევრები, არამედ ადამიანები ყოფილიყვნენ ერთნი
და ერთსულოვანი. ამდენად იესოს ნების განხორციელებას წარმოადგენდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დამდეგს ეკუმენური მოძრაობის დასაწყისს. მოძრაობა ძალიან სერიოზულ რელიგიურ, კულტურულ და ამავდროულად პოლიტიკურ მოვლენად იქცა დასავლეთ ევროპაში და მთელ მსოფლიოში მოკიდებული მისი ჩასახვისა და განვითარების დღეებისაგან. არ აქვს მნიშვნელობა ვის კითხავთ ეკუმენური მოძრაობის ჩასახვისა და განვითარების შესახებ, ეს იქნება მართლმადიდებელი, რომის კათოლიკე თუ პროტესტანტი, ყველას აქვს თავისი პასუხი. თუ ჩვენ კითხავთ რომის კათოლიკეს, თუ როგორ დაიწყო მე-20 საუკუნეში ეკუმენური მოძრაობა, ის გვეტყვის, რომ რა თქმა უნდა ეს დაიწყო რომის კათოლიკური ეკლესიიდან, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დამდეგს მართლაც დაწყებული იყო საუბარი იმის შესახებ, რომ გაუმართლებელი იყო, რომ ქრისტიანული ეკლესიები ერთმანეთის მტრობაში ატარებდნენ დროს და ენერგიას, უთმობდნენ სწორედ ამ მტრულ დამოკიდებულებას თუ ახლო აღმოსავლეთში, თუ დანარჩენ მსოფლიოში. თუ კითხავთ მართლმადიდებელს, მართლმადიდებლები რა თქმა უნდა გვეტყვიან, რომ ეკუმენური მოძრაობის ინიციატორი არის მართლმადიდებელი ეკლესია. 1920 წელს მართლაც, ამაშიც არის სიმართლე, 1920 წელს დაარსდა ერთა ლიგა გაზაფხულში. შემოდგომაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გერმანემ გამოსცა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ როგორც ეს მსოფლიო გაერთიანდა ერთა ლიგის გარშემო, ასევე შეგვშვენის ჩვენს, როგორც ქრისტიანებს, გავერთიანდეთ და ერთად ვიყოთ და ერთად ვიშრომოთ. მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, რომლებიც სიმპათიურად არიან განწყობილი ეკუმენური მოძრაობის მიმართ, ეს არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იყო ერთ-ერთი ინიციატორი ეკუმენური მოძრაობისა. მთავარი ინიციატორი. თუ ჩვენ პროტესტანტს ვკითხავთ ამის შესახებ, პროტესტანტები გეტყვის, რა თქმა უნდა, ეს პროტესტანტების დაწყებულია. რადგან 1910 წელს შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში შეიკრება პირველი მისიონერული კრება. მისიონერული კრება თავად მიანიშნებს იმაზე, რომ მისი დანიშნულება იყო განეხილად და ემსჯელად მისიის შესახებ. ანუ რა მისია აქვს ეკლესიას ამ დედამიწაზე. ამ ედინბურგის პირველ კრებაზე 1910 წელს მოწვეული იყვნენ პირველად ანგლიკანები, პროტესტანტები, აღმოსავლურ ორიენტალური ეკლესიის წარმომადგენლები და მართლმადიდებლები. ამავე კრებაზე დაპატიჟებული იყვნენ რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებიც, რომელთაც უარი თქვეს მონაწილეობა მიიღოთ ამ შეხვედრაში. შეხვედრის მიზანი ჩვენთვის, ჩვენი პერსპექტივიდან, უკვე 100 წელზე მეტი არის გასული, ოდნავ ოდიოზური იყო. მისი ლაიტმოტივი იყო ასეთი, რომ ჩვენ წინაშე არის მსოფლიო, სადაც უამრავი წარმართი და ქრისტიანობაზე მოუქცეველი ადამიანი ცხოვრობს, ჩვენ ქრისტიანებმა ჩვენი რესურსები, ჩვენი უნარი, ჩვენი გამოცდილება, ჩვენი სტრატეგიული ხედვა უნდა შევამტკიცოთ ერთად, რომ მოვაქციო დარჩენილი სამყარო წარმართები ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. რა თქმა უნდა, მე-20 საუკუნის ბოლოდან და მე-21 საუკუნის დამდეგიდან ეს განცხადება ძალიან აროგანტულად ჟღერს, რადგან როდესაც ლაპარაკობდნენ ისინი წარმართებზე, მათ ხედულობაში ყავდათ ყველა, ვინც არ იყო ქრისტიანი, ყველა ადამიანი. და რა თქმა უნდა, არანაირი მოცემული დამოკიდებულება არ იყო არანაირი სხვა რელიგიის თუ სხვა კულტურის წარმომადგენლების მიმართ. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ამ ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ კონტექსტში წავიკითხავთ, ეს იყო უაღრესად პროგრესული მოვლენა. ეს არის 1910 წელი, სადაც ევროპაში დუხს და გადმოდუხს სამზადისი ომისათვის. და მართლაც 3 წელიწადში ამ მოვლენიდან დაიწყება ბრძოლა, პირველი მსოფლიო ომი, რომელიც ევროპის და დანარჩენ მსოფლიოს ხედვასა და კურსს საფუძვლიანად შეცვლის. ქრისტიანულ ეკლესიებს პროტესტანტული, ანგლიკანური და მართლმადიდებელი ორიენტალური ეკლესიების სახით ჰქონდათ ამისი განცდა და სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ 1910 წელს და ეს წელი პროტესტანტული პერსპექტივიდან ითვლება ეკუმენური მოძრაობის დასაწყისად. ასე რომ პროტესტანტების თვალსაჩინოებიდან ეს არის 1910 წელი, მართლმადიდებლების პერსპექტივიდან ეს არის 1920 წელი და რომის კათოლიკური პერსპექტივიდან ეს არის
8 წელი. რომელი აქედან სწორი? სწორი არის ყველა. რადგან თავისთავად ის რომ ყველა იბრალებს პირველობას, ამაში მეტყველებს იმაზე რომ რაღაც კარგ რამეზეა ლაპარაკი. ცუდი რამე რო იყოს ერთმანეთს დააბრალებდნენ ამის წამოწყებას. მართლაც ეს იყო მე-20 საუკუნისათვის ძალიან პროგრესული მოვლენა, როდესაც ქრისტიანულმა ეკლესიებმა თქვეს რომ ჩვენ ერთად უნდა ვითანამშრომლოთ. არქიტექტორი ეკუმენური მოძრაობის ფორმალური გამოხატულებისა იყო შვედეთის უფსალას ეპისკოპოსი, რომელმაც პირველად შემოგთავაზა ერთა ლიგის დაარსების შემდეგ, რომ ეკუმენურ მოძრაობას ქონოდა არა მარტო ფილოსოფიური და თეოლოგიური მხარდაჭერა, არამედ ინსტიტუციური. მისი დახმარებით 30-იანი წლებიდან დაიწყო სწორედ ეს მოძრაობა, ნათან სოდერბოლმის მეთაურობით ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ ეს მოძრაობა, ეკუმენური მოძრაობა ჩამოეყალიბებინა როგორც ინსტიტუციური მოძრაობა, რომელიც იზრუნებდა მთელ მსოფლიოში ამ იდეების გავრცელებას. რა იდეებზე არის ახლა ლაპარაკი? ეკუმენური მოძრაობა, სიტყვა ეკუმენე მომდინარეობს ბერძნულიდან, ნიშნავს განსახლებულ სამყაროს. ეკუმენურ მოძრაობას აქვს და იმედია ყოველთვის იქნება ორი ძირითადი მიზანი. ერთი, პირველი ქრისტიანული ეკლესიების ერთობა. და როდესაც ქრისტიანული ეკლესიების ერთობაზე არის ლაპარაკი, განსხვავებული ქრისტიანულ ტრადიციაში არის განსხვავებული დამოკიდებულება ამ ერთობის მიმართ. ქრისტიანობის ერთი ნაწილი თვლის, რომ ერთობა არის სრული ინსტიტუციური ერთობა, რომ იქნება ერთი ეკლესია და ყველა ეკლესია, რომელიც დედამიწაზე არსებობს, რომის კათოლიკური ეკლესიის ჩათვლით, იქნება ამ ერთ ეკლესიურ ერთობაში მოქცეული. არის მეორე აზრი, რომლის მიხედვითაც ეს ერთობა უნდა იყოს არა ინსტიტუციონალური, არამედ სულიერი. რომ ამ ეკლესიებმა, რომის კათოლიკური იქნება ეს ევანგელურ-ლუთერული, ბაპტისტური, 50-ანელური, მართლმადიდებლური, აღმოსავლური თუ სხვა, ამათ უნდა გააგრძელონ თავიანთი ინსტიტუციური არსებობა, მაგრამ ხედელობაში უნდა კონდეს, რომ ისინი ეკუთვნიან გაცილებით დიდ ფენომენს, ვიდრე საკუთარი ვიწრო დენომინაციური კონფიგურაცია არის. ეს ორი აზრი არსებობს და ყოველთვის იქნება ალბათ ეკუმენიზმის შესახებ. ეს არის პირველი ფრთა ეკუმენური სულისკვეთებისა, რომ ეკლესიების ერთობა. მაგრამ მეორე ფრთა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის და ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, არის არა მარტო ერთობა ქრისტიანული ეკლესიებისა, არამედ ყველა იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც ამ პლანეტაზე ცხოვრობენ. ერთობისა და თანაზიარებისათვის ხელის შეწყობა. ალბათ რა თქმა უნდა მიხვდებით, რომ ეს იდეა ეკუმენესი არ მომდინარეობს ედინბურგის პირველ მისიონერულ კრებიდან. ეს არის მოგვიანებითი განვითარება აზრისა და იდეისა, რომ ყველა კულტურა ემსახურებს პატივისცემას, თანადგომას, მიღებას, მიუხედავად იმისა, ეს კულტურები განწყობილი არიან თუ არა კეთილად ქრისტიანობის მიმართ, ან და მონოთეისტური ტრადიციის მიმართ. ამ სულისკვეთებამ და თეოლოგიურმა ჭიდილმა ეკუმენური მოძრაობის წიაღში დაბადა ძალიან მნიშვნელოვანი თეოლოგემა, თეოლოგიური აზრი. აზრი მდგომარეობს ამაში, რომ არსებობს ღმერთის მისია, მისიო დეი, რომლის განვითარებაშიც თავიანთი წვლილი შეიტანეს არა მარტო თეოლოგებმა, არამედ სასულიერო პირებმა. პირველად ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა ეკლესიებიდან თეოლოგები, სასულიერო პირები მონაწილეობას ღებულობდნენ თეოლოგიური აზრის ჩამოყალიბებაში. ეს აზრი არის ძალიან ფასეული და ვფიქრობ, მას აქვს სხვადასხვა განსხვავებული ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს არის კარდინალური აზრი, თეოლოგიური აზრი, რომელიც ეკლესიების ერთობამ შექმნა. რაში მდგომარეობს ეკლესიეთა ეკუმენური თანაზიარების მიერ შექმნილი ღმერთის მისიეს, მისიო დეის, მისი ლათინური ფორმით არის იგი ცნობილი, თავისებურება. ის ამბობს, რომ ღმერთს აქვს მისია. და ღმერთის მისია არის ადამიანის კეთილდღეობა. თუკი მანამდე, ვიდრე ეკუმენური მოძრაობა ძალას მოიკრებდა და ეკუმენური თეოლოგია განვითარდებოდა, ყველა ეკლესიას ეგონა, რომის კათოლიკურ ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიებს, პროტესტანტულ ეკლესიას ყველას ეგონან, რომ ისინი იყვნენ ჭეშმარიტების ერთადერთი მართველები, რომ მათ ხელში იყო ჭეშმარიტება და სხვაგან არსად მოიძიებოდა ეს ჭეშმარიტება. ღმერთის მისია და შესაბამისად ღმერთის სამეფო
დაკავშირებული იყო სწორედ იმ კონკრეტულ ეკლესიასთან. რომ ყველა ეკლესია თვლიდა, რომ ღმერთს სურდა თავისი მისიის განხორციელება იმ ეკლესიის მეშვეობით, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ. შესაბამისად, მართლმადიდებლები თვლიდნენ, რომ ღმერთს უნდა თავისი მისიის შესრულება, ანუ ადამიანის კეთილდღეობა მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობით. მხოლოდ პროტესტანტებს ეგონათ, რომ ეს მხოლოდ პროტესტანტული მისია და შესაბამისად კათოლიკეებსა და ანგლიკანებსაც ასე ეგონათ. ღმერთის მისიის იდეამ შემოგთავაზა აზრი, რომელმაც გააფართოვა ეკლესიის ხედვა თავის დანიშნულებაზე. ღმერთის მისია გვეუბნება, რომ ღმერთის მისია კი არა ეთანხმება რომელიმე ეკლესიის მისიას, არამედ ყველა ეკლესიის მისია თავსდება და თავსებადი არის ღმერთის მისიისა. მაგრამ ამ თავისებურება ამ ეკლესიოლოგიური და თეოლოგიური აზრისა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ამბობს, რომ ღმერთის მისია არ შემოისაზღვრება რომის კათოლიკური ეკლესიით, არ შემოისაზღვრება ანგლიკანური ეკლესიით, არ შემოისაზღვრება მართლმადიდებელი ეკლესიებით, პროტესტანტული ეკლესიებით, ღმერთის მისია გაცილებით ფართია, ვიდრე რომელიმე ეკლესია ცალკე ან ყველა ეკლესია ერთად აღებული. ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან დიდი რევოლუციური აზრი, რომლის მიღება და მონელება დღემდე ძნელი არის ბევრი ეკლესიისათვის, რომელსაც არ ქონია წლებისა და დეკადების განმავლობაში შესაძლებლობა, რომ თეოლოგიურ დებატებში შესულიყო სხვა ეკლესიებთან, სხვა თეოლოგებთან და რაღაცნაირად მოეხერხებინა ამ აზრის უფრო მკაფიოდ წარმოჩენა და წამახვა იმ ეკლესიისათვის, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. ეკლესიათა მოწადინებამ, რომ ყოფილიყო ეკუმენური თანაზიარება, თავისი შედეგი გამოიღო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო ეკლესიების თანაზიარების ინსტიტუციონალიზაცია. მაგრამ 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ამან შეაჩერა ეკლესიების შესაძლებლობა, რომ ჩამოეყალიბებინათ ეს ერთობა. ერთობა შედგა მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ 1948 წელს ჩამოყალიბდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომელშიც გაერთიანდნენ ის ეკლესიები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ედინბურგის 1910 წლის კონფერენციაში. ანუ აქ ლაპარაკი ანგლიკანურ ეკლესიაზე, პროტესტანტულ ეკლესიებზე, მართლმადიდებულ ეკლესიებზე. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ამ შემთხვევაში შეიკავა თავი ამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მონაწილეობაზე. რადგან მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის 1958 წელი და მეორე ვატიკანის მეორე კრება ჯერ არ მომხდარა, რომელიც მოხდება მხოლოდ 1960-იან წლებში, რომელიც შეცვლის რომის კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებას ეკუმენური მოძრაობის მიმართ. ჯერ კიდევ 1917 წელს გამოცემულ დეკრეტში ნათქვამია, რომ კათოლიკეებს ეკრძალებათ ყოველგვარი ურთიერთობა და თანაზიარება იმ რელიგიურ სივრცეში, რომელიც კათოლიკური არ არის. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამონაკლისი დაშვებული ეპისკოპოსთან შეთანხმებით, თუ კათოლიკე ერისკაცი არის ამა თუ იმ ქალაქის პოლიტიკური მოღვაწე და ამ ქალაქში იმის გამო არის პოლიტიკური მოღვაწე, ის მოვალეა მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ საქალაქო ფუნქციაში. ვიღაც ცნობილი ადამიანის დაკრძალვაში, ან და ვიღაცის ზეიმის აღნიშვნაში, რომელიც არ არის კათოლიკე. ლაპარაკობ 1917 წელს. მოგვიანებით 1980-იან წლებში იყო სურვილი, რომ ეს დამოკიდებულება ამ დეკრეტისა შემსუბუქებულიყო. ერისკაცებს მიეცათ უფლება, რომ მონაწილეობა მიეღო დასწრების უფლება არაკათოლიკურ ღონისძიებებზე და შეხვედრებზე, ხოლო რაც შეეხება სასულიერო პირებს, მათ დღემდე სასტიკად აქვთ აკრძალული მიიღონ მონაწილეობა, ევქარისტიული მონაწილეობა სხვა ეკლესიის წარმომადგენლმა, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ერთადერთი უფლება, რასაც მათ უტოვებს ეს დეკრეტი 1993 წელს გამოცემული, ეს არის, რომ მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვა ეკლესიების სხვა საკრამენტებში, რომელიც არ არის ევქარისტიული საკრამენტი. ევქარისტიული მხარე რჩება დღემდე ძირითად სირთულედ ქრისტიანული ეკლესიების
ერთობაში და ამის შესახებ მინდა ორიოდეს სიტყვა მოგახსენოთ. გერმანიაში ყოველწლიურად იმართება ის, რასაც ეძახიან გირხენტაგს და ეს არის ეკლესიის დღე, სადაც რამოდენიმე დღის განმავლობაში სხვა ეკლესიის წარმომადგენლები, ძირითადად პროტესტანტები, ერთად იკრიბებიან და ერთად ზეიმობენ ეკლესიების ერთობას. 5 წლის წინათ ამ კრებაზე, ამ ღონისძიებაზე, ეკლესიის დღეებზე მიწვეული იყვნენ რომის კათოლიკეები და ერთმა სასულიერო პირმა, რომის კათოლიკე სასულიერო პირმა, ლუთერელ სასულიერო პირთან ერთად აღასრულა ევქარისტია, რის შემდეგაც ეს სასულიერო პირი განკვეთილი იქნა ეკლესიიდან. დღემდე ევქარისტიის საკითხი რჩება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას არა მარტო ლუთერულ და კათოლიკურ ეკლესიას შორის, არამედ მთელ ეკუმენურ მოძრაობაში გაერთიანებულ ეკლესიებს შორის. ირონია იმაში მდგომარეობს, ძვირფასო მეგობრებო, რომ ევქარისტია როგორც მაცხოვრის სერობა და დანატოვარ მაცხოვრისა, რომელიც განასახიერებს იესოს ღვაწს, მის სიკვდილს და მის მკვეთრით აღდგომას, დანატოვარი იქნა იესოს მიერ მისი მოწაფეებისათვის როგორც სიმბოლო ერთობისა. და ბოლოს სერობაზე, სადაც მან დააწესა იმას, რასაც ჩვენ ვეძახით ევქარისტიას და ზიარებას, მან თქვა, რომ ეს გააკეთეთ ყველამ ჩემს მოსაგონად. თქვენ ალბათ გინახავთ ტელევიზიით, რომ ისლამში ყოველ წელს რამადანის თვიდან 70-ე დღეს იწყება ჰაჯობა, როდესაც მუსლიმები მიდიან მექაში მოსალოცად. მექაში მოლოცვა არის ერთ-ერთი 5-დან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ისლამში, რომელიც სასურველია, რომ ადამიანმა თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოახერხოს. როდესაც ადამიანი მექაში მიდის მოსალოცად, ის იხდის მთელ ტანსაცმელს, შეიმოსება მხოლოდ 2 თეთრი ტილოთი. და ამ 2 თეთრ ტილოში გამოწყობილი მიდის მოსალოცად. და თუ აეროპორტში გიმგზავრიათ, აღმოსავლეთ აეროპორტებში ამ პერიოდში თქვენ ნახავთ უამრავ ადამიანს, რომელიც თეთრი პირსახოცები აქვს შემოკრული, მხარზე აბგალთ გადადებული და ან მიდიან, ან მოდიან საუდის არაბეთში. მექაში ჩასვლა, ქააბის გარშემო ლოცვა ერთად არის მუსლიმთა ერთობის სიმბოლო. როდესაც ადამიანი მუსლიმი ჩადის მექაში, მისთვის არ აქვს მნიშვნელოვანი და არავისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს არის პირველ რიგში სუნიტი არის თუ შიიტი. შეიძლება იმ ქვეყანაში, საიდანაც მოდიან შიიტებისა და სუნიტებს ერთმანეთს დაჭმა კონდეს, მაგრამ როდესაც მექაში ჩავლენ, იქ ისინი გვერდ განან და ერთად ლოცულობენ. ასევე ჰაჯობა ზღვარს შლის ქალსა და მამაკაცს შორის. თუ ყველა მეჩეთში, სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის არის დიდი ადგილი კაცებისათვის და პატარა ადგილი ქალებისათვის, მექაში ასე არ არის. ქალსა და მამაკაცს თანასწორად შეუძლია ლოცვაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ეგალიტარიანობის ერთ-ერთი გამოხატულება ისლამში. და ის რაც ყველაზე საინტერესოა, მესამე ნაწილი, რასაც ჰაჯობა შლის, ეს არის სოციალური ზღვარი. როდესაც მექაში მიდიხარ მოსალოცად, შენ შეიძლება ლოცულობდე და შენს გვერდით იყოს ან საუდის არაბეთის რომელიმე უფლისწული, ან რომელიმე ცნობილი თეოლოგი, ან სულაც ღარიბი პაკისტანელი მეწახე. ეს ეგალიტარიანობა მექას და ჰაჯობის გარშემო არის ისლამში ერთობის სიმბოლო. ქრისტიანობაში ასეთივე სიმბოლო არის ევქარისტია. ეს ტაბლა, რომელიც ყველა ეკლესიაში არის გარდა ზოგიერთი უცნაური ეკლესიისა, როგორიც არის მაგალითად ხსნის არმია, ან და მალაკნური ეკლესიები, ან დუხაბორული ეკლესიები, გარდა ამ ეკლესიებისა, ევქარისტია არის ძალიან მნიშვნელოვანი ლიტურგიული ცენტრი არის ლიტურგიული და სულიერი ცხოვრებისა. ეს არის ტაბლა, სადაც მაცხოვრის გასახსენებლად ქრისტიანები ტეხენ პურს, შესვამენ ღვინოს და იხსენებენ მის ღვაწს. ერთ შეხედვით ხო ძალიან მარტივი რამ არის, მაგრამ ქრისტიანებს შორის სიმბოლო, რაც უნდა იყოს ერთობისა, დღეს არის სიმბოლო განხეთქილებისა, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიებს შორის არსებობს. და ეს განხეთქილება გადის არა მარტო ამ საიდუმლოზე, როგორც ამას აღმოსავლური ეკლესია ხედავს, არამედ ყველა დანარჩენ საიდუმლოზე, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში სრულდება. რამოდენიმე ხნის წინათ დამირეკეს ძალიან დილით ადრე, არც დილით ადრე არის თუ არა თქვენთვის 7 საათი, 7 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ გჭირდება ჯვრის წერა.
მეუთხარი 7 საათი რა არის? იმიტომ 7 საათზე იმიტომ რეკავთ რომ 3 საათზე თვითმფრინავით ვიფრინავ და მანამდე ჯვრის წერა უნდა მოვასწროთ. ძალიან დაინტერესდა, უბრალოდ ინტერესის გამოთხარი კი ბატონო მომძაინ 9 საათზე და მოვიფიქროთ რა ვქნათ. მოვიდნენ 9 საათზე და აღმოჩნდა ქალი არის აქაური სომეხი, თბილისელი სომეხი, რომელიც ლაპარაკობს სუფთა ქართული კულტურის შვილი არის და ლუთერელი ბიჭი. ესენი სადღაც შეხვედრილან, ეს ბიჭი ჩამოსულა აქ მოუწერიათ ხელი. ახლა უნდა ჯვარი დაიწერო და წავიდნენ სამშობლოში. და ეს კაცი იძახის, გოგო იძახის, რომ მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ვიდრე ჯვარს არ დავიწერო. მივიდნენ სომხურ ეკლესიაში, რადგან ეს იყო ბუნებრივი ადგილი, სადაც ადამიანი შეეძლო ეთხოვა ამ საკრამენტის აღსრულება აღმოსავლური პერსპექტივით. სომხმა მღვდელმა უთხრა, ახლა კარგი კი არისო, მაგრამ მოდი ეს ბიჭი მოვნათლოთო. ეს არის წარე ლუთერელი არის ეს ბიჭი. მოდი ეს ბიჭი მოვნათლოთო სომხურ სამოციქულო ეკლესიაშიო და მე დაგწერს ჯვარსო. ამ ბიჭმა თქვა, რომ მე ლუთერელია, დედა ლუთერელი, ის ლუთერელია, ეს ლუთერელი, პაპა მითხრა, მეორეც რა ვიცი ახლა სომხურ ეკლესიაზე რა გავიგო, რა პრინციპები, ეს ჩემი კულტურა არა, ჩემი რელიგიური ტრადიციის ნაწილი არ არის. ვერ ვისავ ერთი სიტყვით. გაბრაზდა ეს გოგო და წავიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში. მართლმადიდებელ ეკლესიაში უთხრეს, არა მარტო ეს უნდა მოინათლო, შენც უნდა მოინათლო. და მას შემდეგაც ორივენი მოინათლებით, მე შეიძლება ჩვენ ჯვარი დაგწეროთ. ეს შეიძლება კომიკურად ჟღერდეს და არის კიდევ ეს კომიკური, მაგრამ ეს გასცემს იმ ტრაგედიას, რომელსაც ადგილი აქვს ქრისტიანულ ეკლესიებში, ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, იქ სადაც ეკუმენური თანაზიარება და ეკუმენური სულისკვეთება მოიკოჭლებს ან არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ეს არის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც ეკუმენური იდეების გავრცელებას ემსახურება, ხელს უწყობს ამ საქმეს, მაგრამ ეკუმენური იდეა თვითონ, როგორც ასეთი, გაცილებით მეტი არის ვიდრე ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომელიც ჟენევაში. ყველა ორგანიზაციას, ეს ორგანიზაცია სოციოლოგიაში ცნობილი ფენომენი არის, ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი სირთულეები და ყველა ორგანიზაცია განიცდის დაახლოებით თავისი ევოლუციის, გადის ევოლუციის ისეთივე გზას, როგორც ადამიანი. არის პირველი ეტაპი, როდესაც ყმობის ეტაპი არის, პატარობის ასაკი არის და თუ სიყმაწვილის სნეულებით არ გარდაიცვალა ეს ორგანიზაცია, შემდეგ მოდის ჭაბუკობის პერიოდი, შემდეგ შუახნის პერიოდი, მერე ასაკის პერიოდი და მერე მოდის სიკვდილის პერიოდი. ყველა ორგანიზაციის წინაშე არის ეს ტრაექტორია. მაგრამ იმისაც რომ ორგანიზაციამ შეძლოს სიცოცხლის გაგრძელება, როდესაც მიაღწევს საპენსიო ასაკს ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან, მან უნდა შეძლოს საკუთარი თავში ხედვის განახლება. უნდა განაახლოს ხედვა, განაახლოს ენთუზიაზმი, რომელიც ამ ორგანიზაციას სჭირდება, ინსტიტუციას სჭირდება არსებობისათვის. სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ჩემი აზრი არის, შეიძლება მიიღოთ, შეიძლება არ მიიღოთ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ ვერ შეძლო ამ აზრის განახლება. პირველი ეტაპის ეკუმენისტები, ვინც იყვნენ ეს უფსალის ეპისკოპოსი, რომელიც ნობელის პრემიაზე იქნა წარდგენილი ამ თავისი მოღვაწეობის გამო, იყო პირველი სასულიერო პირი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო 1935 წელს. მე მთელი პლიადა დიდი საეკლესიო და მოღვაწეებისა და თეოლოგებისა, როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბელი, ერნესტ პეინი, ძალიან ბევრი სხვა. ეს იყო ხალხი, რომელსაც ჯეროდა ამ იდეისა და ყველაფერს აკეთებდა ამ იდეის განსახორციელებად. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც შეიქმნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ჩამოყალიბდა ინსტიტუციაში ყოველთვის არის დამახასიათებელი ბიუროკრატიული სირთულეები და ამ ბიუროკრატიას ხშირ შემთხვევაში ეწირება ეს იდეა, რომელსაც ეკუმენური იდეა ქვია. ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ამ ინსტიტუციური სიბეცისა, რომელიც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსათვის არის დამახასიათებელი. უკრაინაში არსებობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კიევის საპატრიარქოსი. ეს არის ყველაზე დიდი ეკლესია აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ. ეს ეკლესია დღემდე ისეთივე მდგომარეობაშია ჩაყენებული, როგორც იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917 წლიდან 53 წლამდე, ვიდრე სტალინის მითითებით რუსეთის საპატრიარქომ არ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა. დღეს ამავე გზას გადის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომელსაც წესით არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ თუ ერთი ეკლესია მეორე ეკლესიასთან მეორე ეკლესიაზე რას ფიქრობს, დღემდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას უღბავს გზას, რომ გახდეს წევრი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს. იმის გამო, რომ ამით რუსეთი არ გაანაწყენოს. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გარდა არსებობს რეგიონული ორგანიზაციები და მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფრთა არის ევროპის ეკლესიათა კონფერენცია. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ითხოვს, რომ გახდეს წევრი ევროპის ეკლესიათა კონფერენციისა და დღემდე ეს ეკლესია ღებულობს პასუხებს, რომ ვიდრე რუსეთის ეკლესიისგან არ იქნება მხარდაჭერა, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს მიღებას წევრად. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც არის ინსტიტუცია, როდესაც არის ბიუროკრატიული აპარატი, აქ არის რა თქმა უნდა პოლიტიკა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ეკუმენური მოძრაობა ხშირ შემთხვევაში არის ტყვე რუსეთის საპატრიარქოსი და რომელიც არის რუსული პოლიტიკის განუყრელი ნაწილი. ასეთი დამოკიდებულება არის უკრაინის მიმართ, ასეთი დამოკიდებულება არის ყველა სხვა ეკლესიის მიმართ, რომელზეც რუსეთის საპატრიარქო თვლის, რომ ეს ეკლესია და მისი სულისკვეთება არ მიესადაგება მის სწრაფებებს თუ პოლიტიკაში, თუ რელიგიურ ცხოვრებაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ვერ შემიძლია საათობით ვილაპარაკო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს კრიტიკაზე, მიუხედავად ამისა, იდეა ეკუმენური თანაზიერებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით 21 საუკუნეში, ანუ ეპოქაში, სადაც ჩვენ სხვადასხვა კულტურის შვილები იძულებული ვართ, გვინდა თუ არ გვინდა, გქონდეს თანაზიერება და ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლებთან. პირველი იდეა, რომ მოხდეს ეკლესიის გაერთიანება დასავლეთ ევროპაში შეიძლება ითქვას, რომ მიღწეული არის. დღეს ძალიან გაგიჭირდება დასავლეთ ევროპაში ნახოთ რომელიმე ეკლესია, რომელიც სხვა ეკლესიაზე ამბობდეს, რომ ეს ეკლესია არ არის. ან და ვინმეს უკრძალავდეს ან ზიარებას ამ ეკლესიაში, ან და ვინმეს ეუბნეოდეს, რომ შენ იმისაც რომ ჯვარი დაგწეროთ, საჭირო არის რომ მოინათლო. ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვნახავთ. ეს არის სწორედ დამსახურება იმ ეკუმენური მოძრაობისა, რომელიც უკვე გააჩნია სავიდან დავიწყებ დავთვალს, უკვე მე-20 საუკუნიდან დღემდე ფესვს იკიდებს დასავლეთ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში. ეკუმენიზმის მეორე მხარე, რომელზეც მოგახსენეთ, ეს არის თანაზიერებისა და ერთობის მიღწევა არა მარტო ქრისტიანებთან, არამედ ყველა სხვა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანებთან. აქ არის სერიოზული გამოწვევები, მაგრამ ეს გამოწვევები ყოველთვის შესაძლებელია დანახული იყოს როგორც შანსი იმისათვის, რომ ეკლესიამ და ქრისტიანულმა თემმა წინ გადადგას ნაბიჯი სხვებთან ურთიერთობაში. როდესაც ქრისტიანული ეკლესიის მიღმა ურთიერთობებზე ლაპარაკი, ქრისტიანობისათვის პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან ახლობელი არის იუდაიზმი, რადგან იუდეო-ქრისტიანობის საფუძვლიდან მომდინარეობს ქრისტიანული ეკლესიების წარსული, მეორე რიგში ასევე მნიშვნელოვანი არის ისლამი და დღეს ისლამთან ურთიერთობა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, საქმედ ითვლება ეკუმენური მოძრაობისათვის. თუ ავიღებთ ერთის მხრივ ქრისტიანობას, ქრისტიანების იმ ხალხის რაოდენობას, რომელიც თავს ქრისტიანულ ეკლესიას მიაკუთვნებენ, და მეორეს მხრივ ავიღებთ მუსლიმებს, ხალხს, რომელიც თავს ისლამს მიაკუთვნებენ, ეს არის დედამიწის 50%-ზე მეტი. და თუ კი შესაძლებელი გახდა, რომ ამ დედამიწის 50%-მა თანაზიერება და მშვიდობიანი თანაარსებობა ისწავლა, რა თქმა უნდა, დედამიწის მომავალი ბევრად უფრო სანდო იქნება და საიმედო. ეს არის სერიოზული გამოწვევა ეკუმენური მოძრაობისათვის, რათა მან ხელი შეუწყოს თანაზიერებისა და მეგობრობის დამყარებას სხვა რელიგიებში, იუდაიზმში, ისლამში, სხვა რელიგიებსა და კულტურაში, რათა ის ემსახურებოდეს თანაზიერებასა და მეგობრობას მთელი დედამიწის ზურგზე. გავიდა ის დრო, როდესაც ყველა აცხადებდა პრეტენზიას ჭეშმარიტებაზე. გავიდა ის დრო, როდესაც ყველა თვლიდა, რომ ღმერთი მისი იყო და სხვისი არ არის. ამ საქმეში მე მინდა ჩემი პრეზენტაცია ამით დავასრულო ერთი ძველი სუფიური გადმოცემით, რომელიც მოგვიანებით ჯერ რუმთან არის, ჯალალედინ რუმთან არის, მაგრამ მანამდე ეს გადმოცემა იყო სხვადასხვა ფორმით აღმოსავლურ რელიგიებში, ბუდიზმში იყო, ინდუიზმში იყო და ამ შემდეგ. მაგრამ მე გთავაზობთ სწორედ ჯალალედინ რუმისეულ ვერსიას
ამ პარადიგმისა. ერთ სოფელში რუმი მოგვითხრობს, ერთ სოფელში ამბავი მოიტანეს, რომ სოფლის ნათესებს შეეჩვია სპილო და ამ ნათესებს ანადგურებდა. და გადაწყვიტეს, რომ ამ სპილო არ ენახა ამ სოფელს მანამდე არასდროს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ გაეგზავნათ კომისია, რომ შეესწავლათ ეს სპილო როგორი იყო და ამბავი მოეტანათ. და ჩათვალეს, რომ სოფელში ყველაზე გონიერი ხალხი იყო უსინათლო ხალხი. და გადაწყვიტეს, რომ 4 უსინათლო ადამიანი გაეგზავნათ სპილოს შესასწავლად და სოფელში ამბის მოსატანად. როდესაც კომისია დაბრუნდა სპილოს შესწავლის ექსპედიციიდან მოიტანეს ამბავი. ერთი ამბობდა, რომ მე ვნახე სპილო, მე შევეხე სპილოს, სპილო არის როგორც წარმოგიდგენია დიდი ბოძი. ეს არის სპილო. მეორე ამბობდა, რომ სპილო დიდი ბოძისავით კი არ არის, არამედ როგორც ცოცხი. მესამე ამბობდა, რომ დიდი ცოცხივით კი არ არის, არამედ თხელია და სიფრიფანა. მეოთხე ამბობდა, რომ სპილო არის მაგარი როგორც ძვალი. რომელი იყო მართალი? გვეკითხება ჯალალედინ რუმი. რა თქმა უნდა, ყველა იყო მართალი. ყველა რელიგიას აქვს თავისი გამოცდილება ღმერთთან და შეიძლება ჩვენ ქრისტიანულ თუ მონოთეისტურ რელიგიებში შეიძლება ეს იყოს ღმერთი, მაგრამ ზოგიერთ რელიგიაში ღმერთის იდეა შეიძლება არ იყოს, როგორც ბუდიზმში. სიწმიდესთან შეხების განცდა. და ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის განცდა, რომელიც მე მაქვს, არის სწორი, და ის განცდა, რომელიც სხვას აქვს, არის მცდარი. და ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, სუფიური სულიერებიდან გამომდინარე, ჩვენ ერთმანეთისაგან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორი არის ღმერთი. და ყველა რელიგიისა და კულტურის გამოცდილება ამ შემთხვევაში არის ძალიან ფასეული. როდესაც ღმერთის მისიაზე, მისიო დეიზეზე არის ლაპარაკი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი ყველა კულტურაში, ყველა რელიგიაში, ყველა ტრადიციაში მოქმედებდა და მოქმედებს და არავის დაუდვია ღმერთზე კოპირაიტის უფლება. გარდა ადამიანებისა, რომლებიც ასე ფიქრობენ. ამიტომ ადამიანთა თანაზიარებას, მეგობრობას, ურთიერთგამდიდრებას თუ თეოლოგიურ, თუ სულიერ, თუ კულტურულ, თუ ემოციურ დონეზე ალტერნატივა არ შეიძლება რომ კონდეს. მე გავასრულებ ჩემს საუბარს და მზად ვიქნები, რა ქვია, პასუხი გავცეთ თქვენს კითხვებს. მოგესალმებით, მე გახლავართ გვანცე კაკაურიძე. თქვენ საუბრობდით, საუბარი დაიწყეთ გრიგოლ ფერაძით. მაინტერესებს, გარდა გრიგოლ ფერაძის, სხვა მომხრე ან ხარდამჭერი თუ ყავდა ეკუმენურ მოძრაობას საქართველოში და თქვენი აზრი მაინტერესებს ასევე გლობალიზაციის პროცესი, როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ეკუმენური მოძრაობის გაძლიერებაზე, ხელშეუწყობს ან შეიძლება რა განვითარება მისცემს ამ პროცესს. მადლობა. მადლობელი, შესანიშნავი კითხვები არის. ეკუმენური მოძრაობის მხარდაჭერების სია, რა თქმა უნდა, გრიგოლ ფერაძის არ მოიწურება. საქართველოში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომელსაც გულწრფელად სჯეროდათ ერთობისა და თანაზიარებისა. ქრონოლოგიურად თუ ვილაპარაკებთ, ის რაც პირველად აზრად შეიძლება დავფიქრდეთ, შეიძლება სხვაებიც ვნახო. ისაც ყველაზე კაფიოდ მომდის ახლა აზრად 1956 წელს თბილისში 44 წელს თბილისში იმყოფებოდა კენტერბერის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ჰიული ჯონსონი, რომელსაც სხვანაირად წითელ დეკანოზს ეძახდა, იმის გამო რომ სტალინთან და სხვებთან მეგობრობდა. ჰიული ჯონსონი შეხვდა მაშინდელ კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატეს. და ეს საუბარი კალისტრატესთან საუბარი მას შენახული აქვს თავის დღიურებში, რომელიც რამოდენიმე წლის წინათ ნახე კენტის უნივერსიტეტში. აქ კათოლიკოსი ეუბნება, რომ როგორი სიბრიყვეა, რომ ჩვენ ქრისტიანული ეკლესიები ერთმანეთს ვარ დაშორებული. და ამბობს, რომ ჩვენ არ არსებობს მიზეზი, რის გამო ჩვენი ეკლესია და თქვენი ეკლესია, ლაპარაკია ანგლიკანურ ეკლესიაზე, ერთმანეთს უნდა იყოს დაშორებული. ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რომ აღვადგილოთ სრული ევქარისტიული თანაზიარება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნაწილი გახდა ეკუმენური მოძრაობისა 1960 წელს. და ალბათ გასაგებია, რომ ამ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას არავინ არ კითხებდა, სად შეიძლება და გაწევრიანებულიყო. ეს იყო სახელმწიფოს გადაწყვეტილება,
კომუნისტურმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეკლესიათა მსოფლიოს საბჭო შესაძლებელი იყო გამოყენებული იყო პოლიტიკური მიზნებისათვის და იყენებდა კიდევაც საამისოდ. ამიტომ იმისაც რომ ხმების რაოდენობა ბევრი ქონოდა, საბჭოთა კავშირიდან რამოდენიმე ეკლესიას პირდაპირ დაავალა, რომ გაწევრიანებული იყო ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოში. ეს იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ცენტრი მოსკოვში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მოსკოვში. ეს ეკლესიები ღებულობდნენ პირდაპირ დავალებებს იმის შესახებ, როგორ უნდა ემოქმედათ ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოს შეხვედრებზე და დაეყენებინა პოლიტიკური საკითხები, რომელიც საჭირო იყო საბჭოთა ხელისუფლებისათვის. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად შეიძლება ვთქვათ, რომ 60-იანი წლებიდან საქართველოს აქვს მჭიდრო კავშირი ეკუმენურ მოძრაობასთან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის წევრი ეკუმენური მოძრაობისა, ეს მოძრაობა არ ეხებოდა მორწმუნეების ცხოვრებას. პირველი შემთხვევა, როდესაც დაიწყო მორწმუნეების ცხოვრებაში ამ იდეების თესვა, დაკავშირებული არის რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ცხოვრებასთან. ის გახდა ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოს პრეზიდენტი 1978 წელს და იმ წლიდან მოკიდებული ის ხელს უწყობდა ეკუმენური იდეების გაღვივებას საქართველოში, ეკუმენური დიალოგის წარმოებას საქართველოში. იყვნენ ძალიან ბევრი გულწრფელი ადამიანები მართლმადიდებელ თეოლოგებსა და მართლმადიდებელ მორწმუნეებს შორის, რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ ეკუმენური მოძრაობისა. ყველაზე თუ შევხედავთ ეკუმენური მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, ალბათ ყველაზე ერთგული პრინციპული მხარდამჭერი ეკუმენური მოძრაობისა და გულწრფელი იყო ჩვენი თანამედროვე ბასილ კობახიძე, რომელიც ამ ინსტიტუციასთან იყო ასოცირებული, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. იგი ახლა დასავლეთ ევროპაში ცხოვრობს, მაგრამ მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში თუ არ ჩავთვლით მისი ცხოვრების პირველ ნაწილს, როდესაც ის ფუნდამენტალიზმის გზას ედგა, ემსახურებოდა ეკუმენური იდეის განვითარებას და გამყარებას ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა. ქუთაისიდან არის შეკითხვა. დღევანდელ მსოფლიოში გავრცელებულია ასეთი შეხედულება, რომ ქრისტიანული პრინციპები პრაქტიკული არ არის, ისინი უბრალოდ არაფრის მაქნისია. როგორ ფიქრობ, თანამედროვე რთულ საზოგადოებაში რომელი პრინციპებია პრაქტიკული? ქრისტიანული პრინციპები, რომელიც პრაქტიკული არ არის, ის პრინციპები პრაქტიკული არ არის. მაგრამ ყოველთვის შეიძლება დაიბადოს კითხვა, რომ ის პრინციპები, რომელიც პრაქტიკული არ არის, რამდენად არის ქრისტიანული. რადგან ქრისტიანობა ემსახურება, ისე როგორც ყველა რელიგია, ემსახურება ადამიანის კეთილდღეობას. იესომ თქვა, როდესაც ლაპარაკი იყო რელიგიაზე. იუდაიზმის წიაღში, სადაც იესოს უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა, შაბათი დღის დაცვა იყო რელიგიის ყველაზე მკაფიო და გამოხატული სიმბოლო. იესო ამბობს, რომ ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისათვის, ანუ რელიგიისათვის, არამედ შაბათი, ანუ რელიგია შეიქმნა ადამიანისათვის. ყველა რელიგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანის კეთილდღეობას. ანდალუზიელმა თეოლოგებმა მე-14 საუკუნის დამდეგს მუსლიმი თეოლოგები იყვნენ, შემოგთავაზეს ეს პრინციპი. ის რაც კარგია ისლამისათვის, ის რაც კარგია ადამიანისათვის, კარგია ისლამისათვის, ის რაც ცუდია ადამიანისათვის, ცუდია ისლამისათვის. რელიგიის მთავარი პრინციპი არის, რომ ემსახუროს ადამიანს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არა რელიგია, არამედ რელიგიის მმართველი და რელიგიის ოფიციოზები ახდენენ უზურპაციას რელიგიებისა და მორწმუნეებს თავს ახოვენ პრინციპებს, რომელიც ან მიუღებელია, ან გაუმართლებელია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ არის არა ბიუროკრატია, რომელიც რელიგიას შეიძლება ყავდეს, არამედ თვითონ რელიგია. მე ღრმად მწამს და მსჯერავს, რომ ყველა რელიგია ემსახურება ადამიანის კეთილდღეობას, თუ კი მისი რეპრეზენტაცია მოხდა იმ პრინციპების გულწრფელი გამოყენებით, რომელიც ამ რელიგიებს გააჩნიათ. დიდი მადლობა. დარბაზიდან შეკითხვა. დიდი მადლობა, სოფოზე დელაშვილი. თქვენ ახსენეთ, რომ 1960 წელს გახდა ეკუმენური მოძრაობის წევრი ქართული ეკლესიაო. ეს ნამდვილად არ ვიცოდი, ჩემთვის საინტერესო იყო და დღეს მაინტერესებს ხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ აი მიმღებლობისკენ, თანაზიარებისკენ მივდივართ. თუ პირიქით არის ეს თქვენ როგორ ხედავთ? ეს ერთი კითხვა და მეორე, თუ შეიძლება
აი ახსენეთ ჯვრის წერის თემა, თავიდან და ძალიან დავინტერესდი როგორ დასრულდა ეს ისტორია. მადლობა. შეიძლება მეორე კითხვით დავიწყო, უფრო მარტივი არის. დასრულდა ისე, რომ 9 საათზე შევხვდით, ვისაუბრეთ, დაახლოებით 9 საათი და გაფრენამდე 3 საათით ადრე ჯვარი თვითმფრინავით გაფრენამდე დავწერეთ ჯვარი და გავუშვით ასე ჯვარი. არ მოგვინათლავს. არც ერთი მოგვინათლავს, არც მეორე მოგვინათლავს. წერან ვახსენ უზურპაცია, საკრამენტების უზურპაცია, რომელიც ჩემი ნათქვამი არ არის და იმ ადამიანს, ვისაც ეს აზრი ეკუთვნის, ძალიან დიდ პატივს ავცემ. ეს არის მე-20 საუკუნის ალბათ ყველაზე დიდი ქალი თეოლოგი სიმონე ვეილი, რომელიც იყო ებრაელი თეოლოგი, ებრაელი მოაზროვნე ქალი იყო, ფილოსოფოსი, ალბათ ყველაზე დიდი ქრისტიანი, რომელიც მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა, მაგრამ არასდროს არ გახდა ქრისტიანი. მოკვდა ებრაელად, იმის გამო რომ თვლიდა, რომ მას ჰქონდა ესეთი მისტიური დამოკიდებულება, მისტიური თეოლოგიის მომხრე იყო. ის თვლიდა, რომ ევქარისტია იქნებოდა მისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი, რომელიც მას შეეძლო დედამიწაზე მიეღო. ისე მოკვდა, რომ ევქარისტია არ მიუღია. იმის გამო, რომ ევქარისტიისაკენ მიმავალი გზა გადის ნათლობაზე, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური იმპლიკაცია და მისთვის პოლიტიკური ალუზიები რელიგიურ საქმესთან და ღმერთთან დაკავშირებით იყო სრულებით მიუღებელი. სწორედ მას ეკუთვნის ეს აზრი, რომ რელიგიები ახდენენ საკრამენტების უზურპაციას, რომელიც ეკუთვნის არა რელიგიას, არამედ ღმერთს. რაც შეეხება მეორე საკითხს, უფრო რთული საკითხია, რამე ჩანს თუ არა ჰორიზონტზე. ჰორიზონტზე დროდადრო გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სვამენ კითხვებს. პასუხებს არ ამბობენ, სვამენ კითხვებს. და ამ კითხვების დასმაც საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების ან განაპირება, ან საერთოდ სრული იზოლაცია ეკლესიის ცხოვრებიდან. ისინი აღმოაჩენენ, რომ აღმოჩნდებიან ეკლესიის ცხოვრების დინების მიღმა, იმის გამო, რომ მათ აქვთ განსხვავებული აზრი. ველი თუ არა, რომ მოხდება, ამაზეც არის ლაპარაკი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაბრუნება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ან და ეკუმენურ მოძრაობაში, მე არ ველი, რომ უახლოეს მომავალში ეს მოხდება, მაგრამ ეკუმენური მოძრაობაში მონაწილეობა ირიბად დღესაც მიმდინარეობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობს სხვადასხვა ფორმით ეკუმენურ აქტივობაში, მაგალითად თქვენ არაერთხელ გინახავთ ალბათ კათოლიკოსის მონაწილეობა კონფერენციებში, რომელსაც მართავს ალაჰ შუქურ ფაშაზადე ბაქოში, ან და ესტუმრება აიათოლა ვიღაცას. ესეთი ურთიერთობები არის, რა თქმა უნდა, არც გულწრფელი ეკუმენიზმია ლაპარაკი, მაგრამ ეკუმენური ურთიერთობები ამ ფორმით არის. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, ყველა ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი დასავლეთში, კალისტო ვიერი, ანუ დიოკლეს მიტროპოლიტი, რომელიც ინგლისში ცხოვრობს, ის ამბობს, რომ ეკუმენური მოძრაობა მართლმადიდებელი ეკლესიას ყველაზე მეტად სჭირდება სხვა დანარჩენი ეკლესიებისგან, რადგან მას შეუძლია მართლმადიდებელი ეკლესიას დაეხმაროს გამოვიდეს იზოლაციიდან, რომელშიც ის არის მომწყვლელი თეოლოგიურად, კანონიკურად და ემოციურად. ამიტომ მე ასე მგონია, რომ თუ ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო კითხვას დასვამენ, და თუ ასეთი ადამიანები ბევრი იქნებიან, და პასუხს გასცემენ ამ კითხვებს, აუცილებლად გაიხსნება ეს ურთიერთობა და აუცილებლად იქნება შესაძლებელი, რომ იყოს გულწრფელი ეკუმენური მოძრაობა. ამ ეტაპზე ეს რა თქმა უნდა ძალიან ძნელია. ჩვენ გვაქვს საქმე ძლიერ ინსტიტუციაზე, რომელიც გაცილებით ძლიერია ვიდრე თვით სახელმწიფო და სახელმწიფოს იძლებულია ანგარიში გაუწიოს მის ძლიერებას და მის ხრიკებს. გამარჯობათ. მადლობა საინტერესო ლექციისთვის. პირველ რიგში მინდა თქვა ის, რომ რა თქმა უნდა აუცილებელი ადამიანებს შორის კულტურული ურთიერთობები, მშვიდობიანი თანაცხოვრება, მაგრამ მე არ ვეთანხმები ეკუმენიზმს კატეგორიულად. ეხლა რაც შეეხება შეკითხვას. წეგან თქვენ ახსენეთ იოანეს სახარება და ქრისტეს სიტყვები, როცა ის ამბობს, ციტებას ვერ მოვახდენ, რომ ყველანი იქნებით ერთნი ისევ. და სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიები სწორედ აქედან გამომდინარე ამბობენ, რომ ქრისტეს ნების მიხედვით ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. თვლით თუ არა, რომ თავის დროზე, როდესაც ეკლესიები ერთმანეთს გაეყო, ისინი წავიდნენ ქრისტეს ნების საწინააღმდეგოდ? მადლობთ.
ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც მოხვდი ბოლონდისტების წრევის წრეში. ეს ხო ძალიან საინტერესო გარემო. მოხვდი ბოლონდისტები, ეს არის მეცნიერები, იეზუიტები, ისხდნენ ძველ მაგიდებთან თავიანთ ძველ მონასტერში და საუბრობდნენ თეოლოგიაში. არასდროს არ დამეწყდება ეს საუბარი. ჩემთან იჯდა ჰუგო ზანეტი, რომელიც არის ცნობილი ეგვიპტოლოგი და იყო საუბარი სწორედ იოანეს სახარებაზე, სადაც მან ხუმრობით თქვა, რომ იოანეს სახარებაში გვიწერია, რომ დასაწყისში იყო სიტყვა და მე ვფიქრობ, ეს ასე არ არის. დასაწყისში იყო პოლიტიკა. პოლიტიკა ხშირად განსაზღვრავს დღესაც და მომავალშიც განსაზღვრავს რელიგიური თემების ცხოვრებასა და აქტივობას. ის განხეთქილებები, რომელსაც ადგილი ჰქონდათ ქრისტიანული ეკლესიის წიაღში, მეტწილად იყო პოლიტიკური ხასიათისა, რომელსაც მოგვიანებით ეძლეოდათ თეოლოგიური, ქრისტოლოგიური თუ სხვა ხასიათის შეფერილობა ან და გამართლება. იგივე შეიძლება ითქვას ომებზე, რომელიც ისლამის ან ჯიჰადის სახელით იმართება ახლო აღმოსავლეთში, ჩვენგან სულ რაღაც 1000 კილომეტრის მოშორებით. ეს არის პოლიტიკა, რომელიც რელიგიას ირჩევს იმისათვის, რომ თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და მისი საქმე, მისი დროშა იყოს უფრო ღირსეული ვიდრე სხვისა. მაგრამ მე ასე მგონია, რომ ადრე თუ გვიან დადგება დრო გულწრფელი ურთიერთობებისა და ამ საქმეში ეკუმენური მოძრაობის მეორე მხარე დაეხმარება პირველს. მე ასე მგონია, რომ ის რის გამოც პირველ მხარემ წაიფორხილა და ბიუროკრატიაში გადავარდა, მდგომარეობს იმაში, რომ მეორე მხარე, რომელიც გულისხმობს ურთიერთობას და მეგობრობას არა მარტო ქრისტიანებთან, არამედ არაქრისტიანულ რელიგიებთან, ამ საქმეს ნაკლები ყურადღება და ენერგია დაუთმოს ქრისტიანულმა ეკლესიებმა და ეკუმენურმა მოძრაობამ. გამოსავალი ის, რასაც ჩვენ ხედავთ როგორც პრობლემას, ისლამიზაციას, ტერორიზმს და ათას რამეს, ეს ურთიერთობა, ისლამისა და სხვა რელიგიების არსებობა შეიძლება იყოს არა პრობლემა, არამედ სხვა პრობლემების მოგვარების ძალიან მარჯვე გზა. და რა თქმა უნდა, ოჯახში როდესაც ჩხუბი არის და დავა არის, ამ ჩხუბის შედეგად ოჯახი ისე ოჯახად რჩება. მაგრამ სამაგიეროდ ურთიერთობები ლაგდება და გასაგები ხდება, ვინც სად არის და რა სულისკვეთება აქვს. ის კონფლიქტი, რომელშიც ახლა დასავლეთი იმყოფება აღმოსავლეთთან და აღმოსავლეთში გულისხმება მუსლიმური სამყარო, აუცილებლად დავაგდება, შეიძლება დრო დაშირდეს და ამ შემთხვევაში სწორედ ეკუმენური თანაზიერება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოგესალმებით, ამირან ვასილაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თქვენ ახსენეთ, რომ ეკუმენური მოძრაობისათვის დღემდე გადაულახა ოსირტულედ რჩება ევქარისტიული თანაზიარება. თუმცა მე მსმენია იმ ინფორმაციის შესახებ, რომ თითქოს არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს და მინდა თქვენთან დავაზუსტო თუ შეიძლება, თითქოს მსოფლიო პატრიარქსა გულისხმობ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურს და რომის პაპს შორის შედგა ერთობლივი ევქარისტიული კანონის აღსრულება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? იყო ეს მართლა ევქარისტიული კანონის ერთობლივი აღსრულება თუ უბრალოდ ერთობლივი ლოცვა იყო მხოლოდ? მადლობთ. იმისათვის, რომ ეკუმენურ სივრცეში მოხდეს ევქარისტიული თანაზიერება სხვადასხვა განსხვავებული ტრადიციის რელიგიების წარმომადგენლებს შორის, ამისთვის საჭირო არის გრძელი სამუშაოს გაწევა. ასეთ სამუშაო არავის არ გაუწევია, თუმცა ამის მცდელობა იყო და არის. დღესაც მიმდინარეობს დიალოგი რომის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომის კათოლიკურ ეკლესიასა და აღმოსავლურ ეკლესიებს შორის, ანგლიკანურ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის, რომელიც თეორიულად გულისხმობს, რომ ამ დიალოგებმა უნდა მოამზადონ შესაძლებლობა, რომ ყველა ეკლესიას ჰქონდეს შესაძლებლობა აღასრულოს ევქარისტია თანაზიარებაში სხვა ეკლესიის წარმომადგენლებთან. ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ეს არ მომხდარა, სამწუხაროდ არ მომხდარა და რაც მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება ქრისტიანული ეკლესიებისათვის. მე-20 საუკუნის დამდეგამდე, მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის დამდეგსაც იყო მეტი გაბედულება იმისათვის, რომ საკრამენტალური თანაზიერება ყოფილიყო სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლებს შორის. მაგალითად, ნოტინგემის ეპისკოპოსის კურთხევაზე
1870 წელს მიწვეული იყო სირიის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, რომელსაც ხიროტონიაში მიიღო მონაწილეობა, ხელდასხმაში მიიღო მონაწილეობა. ანდა მართლმადიდებელი ეკლესიებს ამერიკაში, ბრუკლინში, იმის გამო რომ არ ყავდა თავისთავად საკუთარი სასულიერო პირები, მათმა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იქ სადაც შეუძლებელი იყო მართლმადიდებელისათვის მიიღო საკრამენტებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ეპისკოპალურ ეკლესიას ეკისრა ეს ფუნქცია, მაგრამ ეს გაგრძელდა მხოლოდ 10 წლის განმავლობაში, 10 წლის მერე შეწყდა. იყო ასეთივე ურთიერთობა აღმოსავლურ ეკლესიასა და ანგლიკანურ ეკლესიებს შორის, სადაც სომხური ეკლესია სხვათა შორის, რომელიც გამოირჩევა თავისი ეკუმენური ასპირაციებით და მარჯვეთ იყენებს თავისი მიზნებისათვის ამ ეკუმენურ ურთიერთობებს, ქონდა სურვილი, რომ აღედგინა სრული ევქარისტიური თანაზიარება ანგლიკანურ ეკლესიასთან. 2004 წელს ტრონჰაიმში იყო ეკლესიათა ევროპის ეკლესიათა კონფერენციის რიგითი პანევროპული შეხვედრა, სადაც კვირის ევქარისტიაზე სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დაპატიჟა ყველა ადამიანი, ვისაც სურვილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ევქარისტიაში. მაგრამ ეს იყო გამონაკლისი, რომელსაც წინ არ უძღოდა არანაირი თეოლოგიური სამზადისი და ეპისკოპოსი, რომელმაც ეს მოწვევა გაუგზავნა, შესთავაზა დანარჩენ ეკლესიებს, საგანგებოდ იქნა დატუქსული ეჩმიაძინში ჩასვლის შემდეგ. რას ეტყოდით ათეისტებს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის და ზოგადად თქვენი აზრი რა არის ათეისტობა? ათეისტები მე მგონი დღევანდელ საქართველოს შეიძლება იყვნენ ყველაზე დიდი მოკავშირეები რელიგიისა და ამდენად მე ვფიქრობ, რომ ათეისტები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და შეუძლიათ მომავალშიც ითამაშონ რელიგიური ცხოვრებისათვის. ხშირ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც იძახს, რომ ათეისტი არის, შეიძლება იყოს ბევრად უფრო ღრმად მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში სიარულით თავს იკლავს, რადგან ის პრინციპები, რომელიც ათეისტების ამბავი ხშირ შემთხვევაში მე მყავს უნივერსიტეტში, სადაც მე ვსწავლობდი, ყველა სტუდენტს ჰქონდა უფლება და სთავაზობდნენ, რომ ყოლოდა მენტორი, სულიერი მენტორი, ერთგვარი მოძღვრის სახით. ყველაზე ახლოვანი ეკვივალენტი საქართველოში ეს იქნებოდა. მე ავირჩიე ათეისტი, რა ქვია, ათეისტი სწავლული და მისგან გაცილებით მეტი სულიერება მივიღე და ვისწავლე ჩემი უნივერსიტეტში სწავლის დროს, ვიდრე მიმიღია სასულიერო პირებისაგან. ასე რომ ადამიანებზე იმების ჩამოკიდება იარლიყების ეს ათეისტია, ის არის ეს ქრისტეს ფეხის კუნეტელი სულებით გაუმართლებელია. ათეისტები ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ, მათაც ისეთივე იმპულსები აქვს როგორც ჩვენ და ჩვენ შეგვიძლია მათგან ძალიან ბევრი ვისწავლოთ. მადლობა. ბარემ მესამე შეკითხვასაც დავსვავ. თქვენი აზრით რა მიზეზი იმისა, რომ სხვა კონფესიების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იძეს ახალ მასშტაბებს, განსხვავებით დასავლეთ ევროპისაგან? ბოდიში, ამაში რა იგულისხმება? სად და როგორ? ანუ ესეთი შეკითხვა მოგწერეს. შეიძლება კიდე წარმოგიდგეთ. დიახ, თქვენი აზრით რა მიზეზი იმისა, რომ სხვა კონფესიების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იძეს ახალ მასშტაბებს, განსხვავებით დასავლეთ ევროპისგან? მოკლე პასუხი არის სიბნელე. მაგრამ არის შეიძლება გრძელი პასუხით შევთავაზოთ. გრძელი პასუხი ის არის, რომ ჩვენთან არის უმეცრება იმ მრავალფეროვნების, რელიგიური მრავალფეროვნების გამო, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში. იმის მაგალითად, რომ ეს გაგებული იყოს როგორც სიმდიდრე, კულტურული სიმდიდრე, მოიაზრება როგორც საფრთხეთ. და პირველ რიგში ამ საფრთხის ქვეშ არიან, საფრთხეთ მოიაზრებენ უпроსტად ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდ რელიგიურ უმცირესობას და ეს არის მუსლიმური თემი. და იმის მიხედვით, როგორი კალიბრის არის ეს თემი თავისი რაოდენობით, ეს მიესადაგება მისი საფრთხის გრადუსს. სამწუხაროდ მუსლიმები საქართველოში განიცდიან ძალიან სერიოზულ დევნასა და შევიწროებას, დისკრიმინაციას, ასევე განიცდიან სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ასეთ შემთხვევაში იდეალური იქნებოდა თუ უმეტესობის რელიგიის მეთაურები გამოიჩენდნენ სიბრძნეს და ისინი გამოექვსარჩლებოდნენ იმათ, ვისაც ჩაგრავენ რელიგიური ნიშნის მიხედვით. მაგალითად, ინგლისში ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, რომელიც არის ოფიციალური რელიგია, კენტერბერის მთავარეპისკოპოსი, მისი ერთ-ერთი მოვალეობა არის
გარდა იმისა, ის არის მწყემსი ანგლიკანებისა დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში, ანგლიკანურ თემში მთელი დედამიწის ზურგზე, მისი ფუნქცია არის იყოს თანამდგომი და თანაშემწე სხვა რელიგიებისა დიდ ბრიტანეთში. როცა დიდ რელიგიასთან გვაქვს საქმე, ეს არის ღირსების საქმე, რომ დიდმა რელიგიამ უნდა იკისროს მცირე რელიგიების დაცვის საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიგვიყვანს, ადრე თუ გვიან, მიგვიყვანს რელიგიურ ნიჰილიზმამდე, როდესაც დიდი რელიგია გვევლინება პატარა რელიგიების მდევნელად და შემოწროებლად. მოგესალმებით. მე გახლავართ ომიკო ეჯიბი, აღმოსავლეთ ცოდნე. ჩემი კითხვა კი ასეთია, ანუ ეკონომიზმის ფარგლებში ეს თავისთავად გულისხმობს თქვენ ბრძანეთ, რომ ადამიანების ერთობას, ანუ მისი მიზანი ეს არის. რაც მე ცოტა არ იყოს კი არა და უტოპიურად მეჩვენება და ეს ერთობა გულისხმობს რელიგიურ ფარგლებში ადამიანთა ერთობას თუ ზოგადად ადამიანთა ერთობას მსოფლიოს მასშტაბით, ანუ არ განსაზღვრავს თქვათ რელიგიური ნიშნით, მაგალითად ქრისტიანების ერთობას. ან თქვათ და გულისხმობს ყველა ადამიანის ერთობას მსოფლიოს მასშტაბით და აქ განსაზღვრელი ამ ერთობის არ უნდა იყოს რელიგია. ან თქვათ ეს ერთობის იდეა არ უნდა იტვირთოს რაღაც კონკრეტულმა რელიგიამ. ამ იდეამ, ეკუმენიზმის იდეამ განიცადა ევოლუცია. პირველ ეტაპზე ამაში ეკუმენიზმის მოძრაობაში და ეკუმენიზმის იდეაში მოიაზრებოდა ქრისტიანთა ერთობა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მათ თავის საწყისებზე როცა არის ლაპარაკი, რომ მათ ეზრუნათ დანარჩენი არაქრისტიანების მოქრისტიანებაზე. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც განვითარდა თეოლოგიური აზროვნება ეკუმენურ წრეებში, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ძალიან კარჩაკეტილი თეოლოგიის გამოხატულება და საზრუნავი არის არა მარტო ერთობის ძიება ქრისტიანებს შორის, არამედ ყველა ადამიანებს შორის. უტოპიური არის თუ არა ეს, რა კი ადამიანები ვართ ამ დედამიწაზე და რა კი ნეანდერტალურ პერიოდს ოდნავ გამოვცილდით, საჭიროა რომ ჩვენ შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, ვიდრე ამ პლანეტასაც დაუღუპავდეთ და ერთმანეთსაც დაუღუპავდეთ. ამ საქმეში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს და ეკლესიათა ეკუმენური მოძრაობის როლი ძალიან დიდია. ის გულისხმობს ადამიანთა თანადგომას არა რელიგიურ ლიტურგიულ სივრცეში, არამედ ადამიანებთან თანაზიარებას ამ პლანეტაზე, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. აქ იგულისხმება სოციალური საჭიროებები, სოციალური თანადგომა ადამიანებისათვის, ადამიანთა ჯგუფებისათვის, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი და რასაც არ უნდა აკეთებდნენ. ეს მოიცავს ასევე მზრუნველობას პლანეტაზე, პლანეტის ეკოლოგიურ ეკოსისტემის გაფრთხილებაზე. და ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქრისტიანული მიწა-წყალზე იქნება თუ მუსლიმური მიწა-წყალზე იქნება. ეს დედამიწა ერთი გვაქვს ყველას და ამდენად ეკუმენური ხედვა მოიცავს ასპექტებს, რომელიც ამ პლანეტისათვის და ადამიანებისათვის არის სისხლხორცეული მნიშვნელობისა. მეორე შეკითხვასაც დავსვამ თუ შეიძლება. ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის ნაწილის ჩვენ ვართ, ანუ ის 15 საპატრიარქო, რომელიც აერთიანებს ამ ძველი ბერძნული და შემდეგ უკვე გაერთიანებული დღეს როგორც ორთოდოქსული ეკლესია, არის ძალიან კონსერვატიული. როგორც თეოლოგიური, თქვათ იგივე სოციალური მასშტაბებით. ხო არ ფიქრობთ, რომ წედანათ რომ დაისვა შეკითხვა, რომ ეს ნეგატიური დამოკიდებულება სწორედ ამ კონსერვატიული ჩაკეტილობიდან არის გამომდინარე. თუნდაც საქართველოში. ეს ძალიან გავს ამ კითხვას, ერთად ამიყო თუ კვერცხი. ძნელი სათქმელია, მაგრამ გეთანხმებით, რა თქმა უნდა, კონსერვატიზმი არის, რა თქმა უნდა არის. და გასაკვირი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს კონსერვატიზმი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ისტორიული პირობებისა და განვითარების გამო ამ ეკლესიებს არ ჰქონდათ საუკუნეების განმავლობაში ურთიერთობის საშუალება ერთმანეთთანაც. კალისტოს ვეარი, რომლის ციტირებას მე მოახდენ, ერთ-ერთ ფასეულ ღირებულებას ეკუმენურ მოძრაობაში ხედავდა სწორედ იმას, რომ მართლმადიდებლებს შეუძლიათ მართლმადიდებლებს დაელაპარაკონ ამ ეკუმენური სივრცის არსებობის გამო. გარდა ამისა, არ ყოფილა თეოლოგიური ჯაბაასი იმ მოვლენებზე, რომელიც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. შარშან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ვერ ბედავენ, რომ თქვან, რომ ეს არის მსოფლიო კრება. იმიტომ მსოფლიო კრება რო გამოაცხადოთ, იმდენად მყიფეა მართლმადიდებელთა ერთობა, რომ ძალიან დიდი შანსია, რომ სქიზმების კასკადი წარმოვიდეს. ამიტომ დაარქვეს დიდი კრება. არა მსოფლიო კრება, არამედ დიდი კრება. და უნდათ რომ მოწეული იყოს ეს 2016 წელს, რომელიც არის გაისად. შედგება თუ არა ეს კრება, ეს არავინ არ იცის,
მაგრამ წინ და წინ რუსეთის საპატრიარქომ დაიჭირა თადარიგ. თქვენს მართლმადიდებელი სამყარო გაყოფილია ძირითადად ორ ბანაკად, ბერძნებისა და სლავების ბანაკად. სლავების ბანაკის სათავეში რუსეთი დგას, სლავებისა და სხვების და ბერძნების სათავეში დგას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. რუსებს ძალიან დიდი ხანია. დღეს როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთის საპატრიარქოში, ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საპატრიარქო თავისი პათოსი, თავისი სულისკვეთები და თავისი ინსტიტუციით შექმნილი არის 1953 წელს სამხანაგ სტალინის მიერ. და პირველი დავალება, რომელიც სამხანაგ სტალინმა მისცა ამ საპატრიარქოს იყო, მოეწვიათ კრება ომის დამთავრების შემდეგ, სადაც მოხდებოდა რუსეთის საპატრიარქოს პრიმატის აღიარება. ეს განცდა და ეს სურვილი რუსეთის საპატრიარქოს, მოსკოვის საპატრიარქოს დღემდე არ დაუკარგავს. და შეიძლება 2016 წელი გამოყენებული იყოს რუსეთის მოსკოვის საპატრიარქოს მიერ სწორედ ამ მიზნებისათვის. თადარიგი დაჭერილია, მან მიიმხრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც რუსეთის საპატრიარქოს ხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებები უნდა მიღებული იქნას არა უმეტესობის ხმით, არამედ კონსენსუსის გზით. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი ერთი ეკლესია იტყვის უარს რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება. ამდენად ეს ეკლესიის ისტორიის თვალსაჩინოდან ეს არის უაღრესად საინტერესო მოვლენა, თუ შედგა საერთოდ და საინტერესო იქნება რა გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მოხდეს. მაგრამ პრეცედენტი რომ შეხვდნენ ესენი 15 ეკლესია და ილაპარაკონ თეოლოგიაზე, რაც დაგროვილი უკვე საუკუნეების განმავლობაში, რაღაც თქონა ძალიან პოზიტიური მოვლენა არის. მართლმადიდებელი ეკლესია სჭირდება თვალი გაუსწოროს განმანათლებლობის რაციონალიზმის ეპოქის, თანამედროვე მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიებს და გასცეს ამ ბევრ კითხვაზე პასუხი, რაც ადვილი არ არის, არც ერთი ეკლესიისათვის არის ადვილი. მაგრამ თუ მოხდა ამ ერთობის დაურღევლად, თუნდაც უმნიშვნელო საკითხებზე შეჯერება, ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე სულ დასაწყისში ორივე წინადადები ვთქვი ჩვენს ინიციატივაზე, სამშვიდობო ინიციატივაზე კავკასიური სახლისა, რომელსაც ერქვა ლოცვა სიცოცხლის გადარჩენისათვის კავკასიაში. ეს იდეა მაშინ გაჩნდა კავკასიურ სახლში, როცა წავიდა მთელი კასკადი კონფლიქტებისა, რომელსაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა კავკასიას ბევრნაირი თვალსაზრისით, სულიერების თვალსაზრისით, ეკოლოგიური თვალსაზრისით და ეთნიკური თვალსაზრისით უამრავი სხერფლი გამოიწია. ამისი იდეა ესე იყო ეს ჩამოყალიბებული, რომ სლოგანი, როგორც ახლა იტყვიან ხოლმე, იყო კავკასია ჩვენი საერთო სახლია. ეხლა ეს იდეა ცოცხალია, ეს ჭირდება კავკასიას და ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე პოლიტიკურ ერთობას. ეს უნდა იყოს ერთი კულტურული სივრცე, კულტურული შემოქმედებითი სივრცე, ეს ეკონომიური ურთიერთობები იქნება თუ კულტურული, ლიტერატურული ურთიერთობები და ასე შემდეგ. და უნდა გითხრათ, რომ ამ იდეას ძალიან ბევრი მხარდაჭერი აღმოაჩნდა. წეგან როდესაც შევხვდი ბატონ მალხაზს თქვი, რომ ეს იყო ძალიან ძვირფასი დღეები და წლები, რომ რამდენიმე წელიწადი ეს გრძელდებოდა. ესეთი იყო, რომ ერთ დღეს, რომელიმე ერთ საათს მთელს კავკასიაში თავთავიანთ რელიგიურ და სიწმინდეებში უნდა ამ ადამიანებს თავიანთი მრწამსის მიხედვით ელოცათ თავიანთ ენაზე, თავიანთი წესისამებრ სიცოცხლის გადარჩენისათვის კავკასიაში. და ეს ხდებოდა ყაბარდოში, ჩეჩნეთში აი ამ ომის დროს, ინგუშეთში და სხვადასხვა რესპუბლიკებში და აქაც სხვადასხვა რელიგიური მიმართულებები. ერთადერთი, ვინც ამ მოძრაობაში ჩვენ მხარი არ დაგვიჭირა, ამ ინიციატივას მხარი არ დაგვიჭირა, ეს იყო ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია. და იზახან რომ ეს არ მინდა ხაი თეოლოგიური ისინი ცოტა ძნელად მესმის და არ მინდა შეცდომა დაუშვა, მაგრამ როდესაც ჩვენ აუხსენით, რომ ეს არაფერი არ იქნება არავის ბოსტანში გადასვლა, დაუკრეფავში გადასვლა, ვილოცეთ ყველამ ჩვენთვის, ჩვენ ადგილას და რაღაცას და საქმე კურიოზამდე მივიდა, არ ვიცი თქვენ გავსოთ თუ არა, აიო, კი მაგრამო აქ კი ცალცაკე ვილოცებთო ჩვენ სალოცავებში, მაგრამ იქ ხო ერთიანდებაო და მაინცო გამოვაო რაღაცო აი საჯებსა და აი ესეთი იყო, როცა შეიძლება, რა თქმა უნდა, აი მთელი სულისკვეთება მე რასაც ახლა ჰაერში რომ დაეჯახნოთ ერთმანეთს ვერასად მიდიხარ. აი მთელი სულისკვეთება იყო იმისა, რომ ეს ადამიანების სურვილები მშვიდობისათვის, სიცოცხლის გადარჩენისათვის და ეკოლოგიურად გადარჩენისათვის რაღაცა ძალა ერთად გაერთიანებული იყო და ეს ადამიანების სურვილები და
აი ესეთი მცდარად სრულიად არასწორად მე დღესაც მგონია მე რა თქმა უნდა მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანი ვარ მაგრამ მე მგონია რომ ეს არის დიდი შეცდომა და აი ეხლა უმეცრებისა და სიმნელის ბრალია რასაც ხვდებით ჩვენ ხშირ შემთხვევაში ხოლმე არ მოგვერიდოს ამისი არაფერი ამაში არ არის ისა და აი ამის თქვა მინდოდა იმ ჩვენი ინიციატივაზე და რას გულისხმობდა ამ ერთობაზე არა რელიგიების გაერთიანებაზე არამედ ზოგადად ადამიანურ ერთობაზე აი ეს იყო მე მგონი ეს სულისკვეთება რასაც თქვენ ბრძანებდით კი აბსოლუტურად მე კომიკური ნაწილი ამ იმისა ღონისძიებისა ძალიან შთამბეჭდავი იყო ყოველთვის ჩვენთვის თუმცა ამას ტრაგიკული მხარეც აქვს იმიტომ რომ იგივე ჯგუფი ხალხისა რომელიც ანტიეკუმენურად არის განწყობილი თავის დროზე ეკუმენური მოძრაობის ფლაგმანი იყო ევროპაში და ეკუმენური მოძრაობიდან ძალიან ბევრი ხეირი ნახა მაგრამ ამ ეტაპზე პოლიტიკური და სხვა მოტივების გამო ისინი ემიჯნებიან ეკუმენურ მოძრაობას, რასაც რა თქმა უნდა აქვს პოლიტიკური ალუზია. გამარჯობათ, სურა გამხდაზე თესეუდან პოლიტოლოგი. ანუ რამდენიმე კითხვას და თქვენს პასუხს გავერთიანებ და ისე დავსვამ კითხვას. ჯერ იყო ის კითხვა, რამდენად პრაქტიკული პრინციპები არის რელიგიაში და ასე შემდეგ და თუ შეიძლება მივიჩნიოთ რელიგია, რომელიც არ აქვს პრაქტიკული პრინციპები. ეს კითხვა კიდე კონსერვატიულს გავაერთიანებ და კონსერვატიული არის და აი რაც ახსენეთ ახან ჩვენს ეკლესიაზე. შეიძლება ცოტა დამთხევა იყოს, შეიძლება არ იყოს, მაგრამ ფაქტია რომ განვითარებული, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები არიან პროტესტანტულები, რატომღაც შედარებით ნაკლებად განვითარებული არის კათოლიკური და ყველაზე ნაკლებად განვითარებულები არიან მართლმადიდებლური სახელმწიფოები. შეგვიძლია სტატისტიკურადაც გადავავლოთ თვალი ამას და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც თქვენ თქვით პასუხები ასე თუ ისე, რამდენად და თქვით რომ რელიგია უნდა იყოს ადაპტირებული, მორგებული ხალხის კეთილდღეობაზე. ამქიდან გამომდინარე, რამდენად მორგებულია მართლმადიდებლობა ხალხის კეთილდღეობას. მე რა თქმა უნდა მჯერა რომ ყველა ეკლესიას, რომელი ეკლესიაც არ უნდა იყოს, ყველა ეკლესიას აქვს თავისი შეუდარებელი მხარე, დადებითი მხარე. ეკლესია როგორც რელიგია, როგორც მოვლენა მიდრეკილია კონსერვატიზმისაკენ, ეს დასამალი არ არის. რელიგიას ხელი მოეცარა, რომ ყოფილიყო პროგრესის ხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში რელიგია იყო პირიქით რეგრესის კომაგი და პროგრესის მოწინააღმდეგე. მეცნიერებასთან მიმართებაში, თეოლოგიასთან მიმართებაში, ფილოსოფიასთან მიმართებაში და კულტურასთან მიმართებაში. სამწუხაროდ რელიგიას ხელი მოემართა თუ ლაპარაკი იმ რელიგიაზე, რომელსაც მე ვეკუთვნი, ამ რელიგიას ხელი მოეცარა, რომ სრულად დაენახა იმ მოძღვრების სიღრმე და ძალა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იესომ. ამ რელიგიას ხელი მოეცარა, რომ მონობაზე უარი ეთქვა და დასჭირდა საუკუნეები, ვიდრე მიხვდებოდა, რომ მონობა მიუღებელი იყო ქრისტეს მოძღვრებისათვის. ამავე რელიგიას დასჭირდა საუკუნეები იმისათვის, რომ მიხვდარიყო, რომ ქალი ისეთივე ადამიანია, როგორც მამაკაცი. სამწუხაროდ რელიგიაში ეს კონსერვატიზმის მუხტი არის, მაგრამ ამავე რელიგიაში მოიძიება და არის მუხტი თავისუფლებისა. ყველა რელიგიაში არის, მათ შორის ქრისტიანობაშიც არის. ეს დაკვირვება მართლაც ეს არის, რატო არის ესე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება სხვა ხსნები გქონდეს, რატო არის პროტესტანტული ეკლესია უფრო წარმატებულები არიან ეკონომიურად ასე. ვიდრე სხვა ქვეყნები, სადაც სხვა რელიგიები არის. აქ ალბათ უფრო ისტორიული და პოლიტიკური მიზეზები არის საწიებელი, ვიდრე რელიგიური, თუმცა რეფორმაციამ ეკონომიური თვალსაზრისით სერიოზული წვლილი შეიტანა კაპიტალიზმის განვითარებაში. კალვინურმა თეოლოგიამ და ცვინგელმა თეოლოგიამ კაპიტალიზმის საფუძველი შექმნეს. განსაკუთრებით კალვინმა შეიტანა ამაში დიდი წვლილი, სადაც იყო პრინციპი იმუშავე რაც შეგიძლია მეტი და შენი შესაძლებლობის საუკეთესო გააკეთე და ჭამე რაც შეიძლება ნაკლები. და დააგროვე სიკეთე, რომელსაც შენც მოიხმარ და სხვასაც მოახმარ. რა თქმა უნდა არის კონსერვატიზმი. რა თქმა უნდა კონსერვატიზმი არის მართლმადიდებელი ეკლესიაში და არ შეიძლება რომ ეს არ შენიშნოს. ეს კონსერვატიზმი გამომდინარეობს, მე კიდევ ჩემ იმას რა ქვია მას ვუბრუნდები რომ
განათლების არქონიდან. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეკლესიაში მოვიდრა უამრავი ადამიანი. ამ ადამიანებს სჭირდებოდათ მოძღვრები, ხდებოდა კონვენიური ტიპით მოძღვრების ხელდასხმა, რომელთაც არ ქონდა არც განათლება, არც სასულიერო განათლება, საერო განათლებაც არ ქონდათ. და მე იერარქიულ ეკლესიებში ყოველთვის ასეა ეს, როდესაც მოხდები კონვეიერში, არა, ადრე თუ გვიან შენ მაღლა ახვალ. რაც დრო გადის მაღლა მიდიხარ და რაც მაღლა მიდიხარ და არა გაქვს თეოლოგიური თუ სხვა გამოცდილება თუ განათლება, თავს უფრო დაუცველად გრძნობ. რაც უფრო დაუცველად გრძნობ თავს, მით უფრო მტრულად ხარ განწყობილი სიახლეების მიმართ, განსხვავებული იდეების მიმართ. ამდენად გექნება ამისი შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მეტად შეაკავებ მრევლს თუ მრევლის სულის მკეთებას და განწყობილებას, მით უფრო დაცული იქნება შენსა და თემიც. მე მგონი ეს ყველა ეს კონსერვატიზმი მომდინარეობს სწორედ დაუცველობის განცდისაგან, რომელიც ძირიც არის განათლების არქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რომელიმე თეოლოგიურ სისტემას უნდა კონდეს თავი მაღლა დღევანდელ სოფლიოში, პოსტმოდერნულ სამყაროში, რასაც გინდა და რაც გინდა ის დავარქვათ, ეს არის მართლმადიდებელი თეოლოგია, რომელიც იძლევა შეუდარებელ ლაღ ინტერპრეტაციას თუ რელიგიისა, თუ რელიგიური მოვლენებისა. რასაც ჭირდება გამოყენება, ამ გამოყენებას განათლება სჭირდება. მე ასე მგონია, ვიდრე არ იქნება განათლება, ვიდრე არ იქნება დებატები და ვიდრე არ მოისპოვა ეს პრინციპი, რომ ესე მონური მორჩილების პრინციპი, რომ შენ კითხვას არ სვავ. შენ წიგს არ კითხულობ და არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, მე ჩემს ცხოვრებაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოვესწავლი არაერთხელ ბიბლიებისა და სახარების დაწვის ცერემონიალს თბილისში, საქართველოში. ეს რა თქმა უნდა სიმპტომური ნიშანი არის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ წიგნისა და განათლების მიმართ არსებობს შიში. და ის რაზეც პროგრესული რელიგია შეიძლება ეფუძნებოდეს, არის მხოლოდ განათლება. რელიგიას არ უნდა ეშინოდეს იყოს დიალოგში მეცნიერებასთან, არ უნდა ეშინოდეს იყოს დიალოგში არქეოლოგიასთან და არქეოლოგიის მონოპოვართან. ეს რელიგიას ძირს არ უთხრის და ეს დიალოგი მხოლოდ ამაგრებს მას. ვიდრე არ დაიწყება ასეთი დიალოგი, რელიგია იქნება ყოველთვის კარჩაკეტილი, ყოველთვის კონსერვატული, ყოველთვის რეტროგრადული. რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში აზარებს მხოლოდ რელიგიას. არ ვიცი, რამდენად გავეცი პასუხი თქვენს კითხვას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ასეა. მადლობა დრო რომ დაგვითმეთ. ზოგადად ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ ალბათ არ მოვესწრება, იმიტომ რომ დროში ვარ შეზღუდული. ერთს ანუ თქვენ რომ მოიყვანეთ ეს ამბავი, რაც ლეგენდა თუ ეს სპილოშაც ეხება. შეგვიძლია დავაკავშიროთ, მე მგონი, ვთქვათ, ის ადამიანები, თუნდაც უსინათლო ადამიანები, გავაიგივოთ თავისუფლად განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლებთან, ხო მეთანხმებით? რომლებიც სხვადასხვანაირად წარმოადგენენ, ვთქვათ, სპილოს და აღწერენ. ეს შეიძლება იყოს განსხვავებული რელიგიის, მაგრამ შეიძლება ერთი და იგივე რელიგიის, რომელიც სხვადასხვანაირად უყურებენ თავიანთ რელიგიას. დიახ. თქვენი აზრით, რომელი რელიგიის წარმომადგენელია თუნდაც ის ადამიანი, ვინც არ წავიდა იქ და უსინათლო არ არის? ყველაზე კარგი რელიგიის. ეს რა თქმა უნდა სუფისტური ალეგორია, რა ქვია, იგავი არის, რომლის მიზანიც არის დაგვანახოს და გვითხრას, რომ არავის არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტება და ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტების სისრულე. ჩვენ შეიძლება ვფლობდეთ ჭეშმარიტების მისხალს და ნატამალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გვაქვს სრული სიმართლე. ქრისტიანული თეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოძღვარი, ალბათ ერნესტ რენანს აქვს ნათქვამი, რომ მე შემიძლია ადვილად დავიჯერო ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, მაგრამ ვერ დავიჯერებ ქრისტიანობას პავლე მოციქულის გარეშე. პავლე მოციქულს აქვს ასეთი რამ ნათქვამი, რომ დღეს რასაც ჩვენ ვხედავ ღმერთს, ვხედავთ ბუნდოვნად. ყველაზე დიდი თეოლოგი, რაც წავდა ქრისტიანულ თეოლოგიას თავისი განვითარების პირველ ეტაპზე, რა. ეს კაცი იძახის, რომ მე რაც ჩვენ ვიცით ღმერთს, ეს არის ბუნდოვანი ცოდნა, ნაწილობრივი ცოდნა. და ნაწილობრივი რა კი ვიცით, ყველაფერი რასაც ვლაპარაკობთ, დაღდასმული ემით, რომ ჩვენი საუბარი და დისკურსი არასდროს არ იქნება სრულყოფილი. და ამისი განცდა არის თუ გულწრფელები ვიქნებით ყველა რელიგიაში. ისლამს არ აქვს პრეტენზია, რომ ღმერთი ჯიბეში უძევს.
და არ იძახის რომ მე ღმერთზე ყველაფერი ვიცი. ან და იუდაის არ აქვს პრეტენზია რომ ღმერთი ჯიბეში უდევს. ისლამი იძახის რომ ჩვენ გვაქვს ღმერთის სიტყვა და ეს არის ყურანი და იუდაიზმი იძახის რომ ჩვენ გვაქვს ღმერთის სიტყვა და ეს არის თორა. ქრისტიანობა იძახის რომ ჩვენ გვაქვს ღმერთის სიტყვა და ეს არის იესო ქრისტე. მაგრამ ის რაც ჩვენ ვიცით ღმერთზე, ღმერთის სიდიადეზე, ეს არის მხოლოდ ნაწილობრივი. და არ შეიძლება გქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სრული ცოდნა ღმერთზე და ღმერთის სიგრძეს სიგანეზე. ამდენად ვინც არ წავიდა სპილოს სანახავად, ალბათ ერთ დღეს აუცილებლად წავა სპილოს სანახავად და მოიტანს სხვა ამბავს. და შეიძლება არ ათქვას რომ ცოცხია, არ ათქვას რომ სიფრიფანა, არ ათქვას შეიძლება თქვას რომ დიდია და მრგვალი არის. ან და წამწამებისავით არის, ან და წარბებისავით არის. რა ვიცი? მაგრამ ყველა ადამიანს, რამდენი ადამიანიც არის, აუცილებელი არ არის ესენი წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიას. რამდენი ადამიანიც არის არსებობს ამდენი წარმოადგენა ღმერთზე. ერთი რელიგიის ორი ადამიანის, არ არსებობს ორი ადამიანი ერთ რელიგიაში, რომელსაც ზუსტად ადეკვატური წარმოადგენა ქონდეს ღმერთზე. ამდენად ეს ჩვენი სურვილი, პარტიზანული სურვილი, რომ ჩვენ გვაქვს ღმერთი და ჩვენ გვაქვს სრული წარმოდგენა, ძალიან ინფანტილურია და რაც მარე შევალთ მოციქულობაში, როგორც საზოგადოება, როგორც კულტურა, როგორც ცივილიზაცია, მით უფრო უკეთესი იქნება ალბათ ყველასთვის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო მალხას საინტერესო ლექციისთვის, მადლობა რეგიონებს შართვისთვის, დარბაზს. დიდი მადლობა მოწვევისათვის.